ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე და ყველგან უნდა გაიხსნა 9 საათზე და დაიხურება 6-ზე. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არის 20 დელეგატი, 7 არის პირველ კურსზე, 7 მეორეზე, 3 მესამეზე და 3 მეოთხეზე, ჯამში 20 არ ყავს ესე ვთქვათ, ოპოზიციიდან მოწინააღმდეგე ძალა. სამწუხაროდ ველოდებით შედეგებს როგორ იქნება, მაინც აქტიურობაზე არის ბევრი რაღაც დამოკიდებული. საკუთარ ნორმალური აქტიობა, რა იქონიცილებთ იმას, რომ მესამე კურსზე უკვე ამ ეტაპზე ახლობით 35%-მდე არის აქტიობა. პრინციპში ძალიან 7 ხალხი არ ქონია განსაკუთრებული. ჩვენს უბანზე არის 3 ორგანიზაციის დამყარებული, ისინი ყველა ამ პროცესს აკურებებიან. მე ვიყავი დღეს არჩევნებზე და უფასრე ჩემი აზრი და კანდიდატები ამორჩია საარჩევნო პროგრამის მიხედვით. სანამ შემოვხაზავდი, მანამდე ვესწრებოდი შეხვედრებს, როდესაც მიმართავდნენ სტუდენტებთან. ასევე გავიზანი მათ საარჩევნო პროგრამას და სამოქმედო გეგმას და ამ მიხედვით დავაფიქსირე ჩემი აზრი. სტუდენტებში ზოგადად აზრია, რომ ძირითადად დამოუკიდებელი კანდიდატები ლიდერობენ და კვლევაც არის სოციალურად ჩატარებული, რომლის მიხედვითაც ისინი არიან მათ უფრო მეტი ადამიანი სტუდენტი უჭერს მხარს. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია შემოიფარგლა ორ ნაწილად. პირველი ეს იყო ჩვენი პროგრამის გაცნობა, უშუალოდ პროგრამაში ჩვენი იგულისხმება, რომ ჩვენ გვინდა მეტი დეცენტრალიზაცია, მეტი გამჭვირვალობა თვითმმართველობის, სტუდენტური ჩართულობის გაზრდა მაქსიმალურად, მათი უფლებების დაცვა, მეტი დემოკრატია, მეტი პლურალიზმი და ასე შემდეგ. ხოლო მეორე ნაწილად შეეხებოდა ეს იყო უშუალოდ სტუდენტებთან შეხვედრა, მათთვის მათთან პირადად გაცნობა, ჩვენი ინფორმაციის პირადად მიტანა, მათგან მეტი ინიციატივების მოსმენა და მათი სურვილების უკეთესად გაგება, რომ შემდგომში ჩვენ უზრუნველყოთ რეალურად მათი წარმომადგენლობა.